გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. 4 ოქტომბერს ჩვენი არ ვიცი რა დავარქვა ოპოზიცია, არა ეს ოპოზიცია არ არის. ოპოზიცია სულ სხვა რამეა. მოკლედ, სამწუხაროდ ჯერჯერობით ისევ ჩვენი მოქმედი ნაცობა აანონსებს არსებული ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას. და რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა? დამხობა როგორ შეიძლება იყოს მშვიდობიანი? მშვიდობიანი გადაბარება ხდება ხელისუფლების ერთი სუბიექტიდან მეორესთვის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ, მაგრამ მშვიდობიანი დამხობა ეს ხომ სრული ოქსიმორონია. მზიანი ღამე, ცხელი თოვლი, ცოლიანი ბერბიჭა, ჩვეულებრივი სასწაული, ეს ცნობილი წიგნებისა და კინოფილმების ოქსიმორონული დასახელებებია და ამ რიგს ახლა ალბათ შეემატება მშვიდობიანი დამხობა. არ გამიკვირდება მე ამას უსისხლო დახვრეტა, უთოკო ჩამოხრჩობა, უნაჯახო თავის მოკვეთაც რომ მოყვეს. და რატომ მაინცსა და მაინც 4 ოქტომბერი? არჩევნების დღე რატომ აირჩიეს ამ კრეატიულებმა? რა სხვა დღე არ გამოდგებოდა? თუ 4 ოქტომბერს ვარსკვლავთა განლაგება ისეთ ფაზაში იქნება, რომ მშვიდობიანი დამხობა ლოგიკურად მოხდება? ხომ გესმით მეგობრებო, რომ მათ მარაზმს საზღვარი არ აქვს. ძალიან მაინტერესებს, როგორ წარმოუდგენიათ ეს პროცესი, მაგრამ გარწმუნებთ, პრაქტიკული გეგმა არ ექნებათ მოფიქრებული. მოიფიქრეს ეს ეფექტური ფრაზა, მშვიდობიანი დამხობა და გახარებული დარბიან აქეთ იქით. გონი პირველმა ეს ფრაზა დიდმა ხელოვანმა და ინტერნაციონალურმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ წარმოთქვა. მაშინ ბევრი ვიცინე ამ გამოთქმაზე, მაგრამ თურმე რას ამბობ? ამ მონიათოებს ეს აუტაცია და ახლა ყველა თავისიანს ალაპარაკებენ. მშვიდობიანი დამხობა. რა საწოდაობა, მეგობრებო, რა საწოდაობა. ვიმეორებ და ალბათ ხშირად გამიმეორებ ამათი გადამკიდე სრული დისკვალიფიკაცია, პროფესიული კრიზისი დამემართება. ამათთან ბრძოლა უხერხულიცაა. მე ქართული ოცნება ცოტა არ იყოს და მეწოდება. ძალიან ძნელია ბრიყვო ოპონენტთან საქმის დაჭერა. თლად იგნორირება რომ გაუკეთონ არ გამოდის, მაინც ასე თუ ისე ნაცებმა მთელ ლიბერალურ სამყაროს გააცნეს თავიანთი თავი, როგორც ქმედითი ოპოზიციური ძალა და პოლიტიკური ეტიკეტის თანახმად ოცნებამ რაღაც რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ფსევდო ოპოზიციონერების შეტევაზე. და რომ არ მოახდინოს, რომ ასე ვთქვათ, გაატაროს, მაშინ ჩვენმა უცხოელმა ევროლიბერალებმა შეიძლება მორიგ ჯერზე მთავრობას ისტერიული კითხვების დასმა დაუწყონ, თუ რატომ არ პასუხობთ კრიტიკას, რატომ აიგნორირებთ თქვენს ოპონენტებს და ასე შემდეგ. მიდი და აუხსენი, რომ ეს ოპოზიცია არ არის, ეს ნამდვილი ჭკვიანი კრეატიული ოპოზიცია არ არის და რასაც ისინი აკეთებენ, ამას ქვია ბოროტი კლოუნადა და სიბრიყვე. ევროლიბერალები დიდად ვერც ერკვევიან თუ სინამდვილეში რა ხდება ჩვენთან. ხედავენ მხოლოდ სურათს. ქვეყნის მთავარ არტერიაზე, რუსთაველის პროსპექტზე უკვე 200 მე რამდენიღაცა დღე იკრიბება ერთი ზოგჯერ ორი მუჭა ხალხი და რაღაცას ითხოვს. რასაც ისინი ითხოვენ ჩვენთვის, სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის, აბსოლუტური უაზრობაა. და მიდი და იმ უცხოელებს დაალაგებულად, წყობილად, სიტყვაკაზმულად აუხსენი, რომ თუ რატომ დაწანწალებს შუაგულ თბილისში ხალხის ეს მწირი რაოდენობა. დიდი ოსტატობა და აზრიანობაა საჭირო, რომ რათა უცხოელს გააგებინო თუ სინამდვილეში რა უნდა ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას. უცხოელი კი არა, აგერ მე ორდიპლომიანი კაცი, მათ ლოგიკას ვერ ჩავსდი. ვერ ხვდები რის იმედი აქვთ. არა, რა უნდათ კი გასაგებია, უნდათ ხელისუფლება და ძალაუფლება და მესაჭეობა და ისევ ძარცვა და ისევ სისხლი, ანუ უნდათ ის, რაც 13 წლის წინ მათ სრულიად შემთხვევით გამოსტაცეს ხელიდან და ამიტომ უნდათ მთავრობის მშვიდობიანი დამხობა. და მაინც როგორ აპირებენ მშვიდობიანად დამხობას? ანუ რა, ქვემეხებიდან ხალასტოი ტყვიებით გაისვრიან?
თეზგეფიცებით სრულიად ვერ წარმომიდგენია რა უდევთ თავებში, თუ კი საერთოდ რამე უდევთ იმ თავებში. და მერე ჩვენ არ გვეკითხებიან, ჩვენ რა არ ვარსებობთ, ჩვენ რა გვერდიდან შევხედავთ ამ მშვიდობიან დამხობას და ხმას არ ამოიღებთ. ჩემიანებს ვეკითხებოდი, როგორ წარმოგიდგენიათ მეთქი მშვიდობიანი დამხობა და ერთმა მიპასუხა, ალბათ აი ვარდების გადატრიალება რომ იყო 2003 წელს, ეტყობა ამას ეძახიან მშვიდობიან დამხობას და ასეთი ფოკუსის ჩატარებას შეეცდებიანო. ანუ უნდა ველოდოთ რომ კუპრაძე თბილისის საკრებულოში ჩავშან ჟილეტით და ხელში ყოჩი ვარდებით შევარდება და სხდომის თავმჯდომარის ჩაის დალევს. ნახოთ, მოკლედ ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.